მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს ახალციხის მერია ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის. ინფორმაცია სახელმწიფო შეზღუდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გათვალისწინებულია გარე ფასადის რეაბილიტაცია და სახურავის შეკეთება, ასევე დაზიანებული შიდა კედლების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით შენობაში და მიმდებარედ იგეგმება შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ორი პირი დააკავეს საქართველოს საზღვრის ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე. ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ვალეს დასაცავ მონაკვეთზე ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულებმა სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 354 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებას სახელმწიფო ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის? საკითხს განვიხილავთ სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგალითზე. ნახოთ ვიდეო. თუ გადამზიდავი კომპანიების, ანუ უშუალოდ გადამზიდავი მძღოლების პოზიციიდან შევხედავთ ნატოს ფიგურირებას აი ამ სივრცეში, აი საქართველოს და ეს რეგიონის სივრცეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში გადაზიდვების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად გადაზიდვების ღერძები დღესდღეობით ახლებურად ყალიბდება, ქართულ გადამზიდავს მათ შორის ესაჭიროება ადაპტირება აი ამ გადაზიდვების სხვადასხვა სივრცეებში. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად ის ღერძი, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა, საუბარია საქართველოს ნავსადგურებიდან, ფოთი ბართუმიდან, საბორნე ხაზები, რომელიც აწყობილი იყო უკრაინის ნავსადგურების მიმართულებით, დღეს ფაქტიურად გაჩერებულია. აღარ ფუნქციონირებს და ამიტომაც აი სტრატეგიულმა ღერძმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სივრცესთან აკავშირებდა, გარკვეულწილად შეიცვალა თავისი კონფიგურაცია, შემოტრიალდა და უფრო ახალი არეალი მოიცვალა. ეს გარკვეულწილად ემთხვევა ნატოს განლაგების არეალს და ეს არეალი არის პირველ რიგში რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია და ავსტრიის მიმართულება. ეს არეალი დამატებით დაემატა აი ქართველი გადამზიდავების მიმართულება და საზღვაო გადამზიდავება, რომელიც აქამდე ნაკლებად შედიოდნენ საზღვაო ბიზნესში, შეიძინეს საბორნე გემები, უფრო მეტიც მათზე ქართული დროშა აღმართეს, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ქართული დროშის აღმართის შედეგად დაიწყეს ფუნქციონირება პირობითად ფოთი და ბათუმიდან კონსტანცის და ვარნის საკვანძო ნავსადგურებამდე. შეგახსენებთ, რომ კონსტანცის ნავსადგური თვითონ შავი ზღვის არეალში ნოვოროსიისკის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავსადგურია და 90 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებს წელიწადში და ამიტომ საქართველოსის და მისი უსაფრთხოებისათვის სტრატეგიულად აუცილებელია და არც ის უნდა დაგვაუწეს, რომ კონსტანცის სიახლოვეს არის ამერიკელებისთვის ერთ-ერთი მსხვილი ნატოს ბაზა, ღერძის შემოტრიალება, ქართველი გადამზიდავები უფრო ინტენსიურად ჩართო ევროპის მიმართულებისთვის საქართველოსთან ევროპულ სივრცეში და პირიქით ევროპული სივრციდან გადაზიდვების განხორციელებაში და ისინი ხშირად, როგორც მე ჩემი პრაქტიკა და დაკვირვება მანიშნებს, ისინი ხშირად უსაფრთხო გზას ირჩევენ თურქეთის ნაცვლად, მოდიან აი ამ საბორნე გადასასვლელების გამოყენებით. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით კონკურენცია შეექმნება საქართველოს გამავალ შუა დერეფანს. ერთი მხრივ კონკურენცია ეს დადებითიც შეიძლება იყოს იმ გადმოსახედიდან, რომ აიძულებს სხვადასხვა კომპანიებს უფრო მობილურები იყვნენ, დახვეწონ თავიანთი საინფორმაციო სისტემები, უსაფრთხოების დაზღვევის და ასე შემდეგ. დერეფანი იქნება ამერიკის პატრონაჟით განვითარებული, ბუნებრივია მოახდენს გარკვეული ტვირთების გადანაწილებას.
ეს თვირთები ასე თუ ისე ცნობილია რა მოცულობის თვირთებზე იქნება საუბარი დაახლოებით 2 მილიონი ტონის ფარმებში შეიძლება დაკარგოს პირველ ეტაპზე საქართველოს გამავალმა შუა დერეფანმა მე ვარაუდობ რომ აი ზანგეზურის დერეფანი თლიანად აი ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის იქნება მყარი გარანტია იმიტომ რომ საქმე გვექნება ისეთი თვირთების გადაზიდვებთან რომელიც უსაფრთხოების და ლოგისტიკური სტაბილურობის გარანტი იქნება. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.